მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ C# შესწავლას და დღეს მინდა რომ ვისაუბროთ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც შეეხება C# არქიტექტურულ ნაწილს და მის არქიტექტურულ დაგეგმარებას და ამ თემას ეწოდება namespace-ი, ანუ სახელთა სივრცე. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, აუცილებლად უნდა გამოვიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეოები იმისათვის, რომ არხი გახდეს უფრო მეტად პოპულარული. მოდით დავიწყოთ და დასაწყისისთვის ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ გვქვნით ახალ პროექტს, მაგალითად აი ესეთ პროექტს, რომელიც მე ახლა ეკრანზე მაქვს გახსნილი, ეს პროექტი ამ პროექტში უკვე დეფაულტად, ანუ თავისთავად განთავსებული არის რაღაცა program კლასი, რომლის შიგნითაც განთავსებული არის რაღაცა main მეთოდი, რომლის შიგნითაც ჩვენ უნდა დავწეროთ კოდი, ხო? და ჩვენ ეს ვიცით. მაგრამ ეს კლასი და შესაბამისად ეს მეთოდი ესე hire-ზე არ არსებობს. ეს კლასი თავის მხრივ განვითარებული არის რაღაცა namespace-ში, რომელსაც ეწოდება ის სახელი, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ იმ პროექტს, როდესაც ვქმნით, ხო? ანუ ამ შემთხვევაში დავარქვით ჩვენი YouTube-ის არხის სახელი, შარფენდები, აქედან გამომდინარე აი ეს ჩვენი program კლასი, ესე hire-ზე როგორც ვთქვით, არ არის შექმნილი და მოთავსებული არის შარფენდევის სახელთა სივრცეში. ანუ სახელთა სივრცეს ჩვენ აღვნიშნავთ სიტყვა name, დარეზერვებული სიტყვა namespace-ით და შესაბამისად ახლა აი ამ program კლასის სრული სახელი, თუ ჩვენ მოგვინდება რომ მივმართოთ მას სრული სახელით, იქნება ესეთი. ანუ namespace-ის სახელი, შემდეგ მასში არის განთავსებული program კლასი. და შემდეგ, ის ყველაფერი, რაც აი ამ program კლასის შიგნით არის განთავსებული. მაგალითად, main მეთოდი და სხვა პარამეტრები, სხვა მეთოდები, რომლებიც ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს. ჩვენთვის მთავარი არის, რომ აი თუ მოგვინდება, რომ ჩვენი კლასის სრული სახელით მივმართოთ, უნდა მივმართოთ ესე, ანუ ჯერ უნდა დაუძახოთ sharpendevs, ანუ იმ namespace-ის იმ სახელს, რომელსაც ვარქმევთ, შეგვიძლია რა სახელიც გვინდა ისე ვთქვას, და თუ დავსვათ წერტილს, დავინახავთ, რომ აი ამ namespace-ში არსებობს ესეთი კლასი, რომელსაც გვია პროგრამი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ისედაც აი ამ sharpendevis namespace-ის შიგნით ვწერთ ჩვენს კოდს, ჩვენ არ გვჭირდება, რომ ესე ყოველ ჯერზე ცხადი სახით მივმართოთ, იმიტომ რომ ჩვენ ისედაც შიგნით გავართ და არ გვჭირდება, რომ სრული სახელით მივმართოთ. რადგან ჩვენ ისედაც აი ამ namespace-ის შიგნით ვწერთ კოდს, შესაბამისად პირდაპირ შეგვიძლია ვწეროთ ასე ვთქვათ, აი ამ program კლასის შიგნით ჩვენთვის სასურველი კოდი, ხო? უფრო მეტიც კლას პროგრამს შეუძლია დაინახოს სხვა კლასები, რომლებიც შექმნილი არის ამავე სახელის სივრცეში, ანუ sharpendevs-ში. მაგალითად, მე თუ ახლა აი ამ კლასის ქვევით, ამავე namespace-ში შევქმნი რაღაცა სხვა ჩემთვის სასურველ კლასს, რომელსაც დავარქვევ account ID-s, მაგალითად, ეს კლასი პასუხისმგებელი იყოს, რომ შეინახოს ანგარიშის ნომერი, ხო? თუ ამას მივანიჭებ რაღაცა int ტიპის ველს, რომელსაც ერქმევა ID და ეს იყოს public-ი, მოდი, როგორც წინა მაგალითებიდან ვნახეთ. ხო, თუ მივანიჭებ int ტიპის ID-s და თუ ასე ვთქვათ, გადავუწვისთავ ასევე კონსტრუქტორსაც და ვეტყვი, რომ აქაც აიღოს რაღაცა ID და this ID, უდრიდეს ID-s, ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ცარიელი ეს კლასი ვერ შეიქმნება, ანუ აუცილებლად რაღაცა default-ად რაღაცა მნიშვნელობა უნდა გავაყოლოთ, იმ შემთხვევაში თუ შევქმნით აი ამ account ID-s ობიექტს და თუ შემდეგ ჩვეულებრივად თუ შევეცდები რომ გამოვიყენო ეს account ID, შევქმნა რაღაცა მისი ობიექტი, უდრიდეს new account ID-s და თუ გადავცემ ფრჩხილებს, ეს ესე არ შემაქმნევინებს ცარიელზე აუცილებლად ამ account ID-s რაღაცა ტიპის ანგარიშის ნომერი უნდა გადავცე, რომელიც იქნება int ტიპის, ხო? არ არის აუცილებელი რომ ანგარიშის ნომერი გადავცე მაინც და მაინც, შეგვიძლია გადავცეთ რაღაცა შენებისმიერი რიცხვი 551 მაგალითად, ხო? ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ანგარიშის ნომერი. მთავარი რა არის აქ, რა მინდოდა რომ მენახებინა, რომ ჩვეულებრივად program კლასიც და account ID-s კლასიც, რომელიც ჩვენს მიერ შექმნილი ტიპი არის, შექმნილი არიან ერთ სახელთა სივრცეში, ანუ ერთ namespace-ში, შესაბამისად ისინი უპრობლემოდ ხედავენ ერთმანეთს.
მაგრამ გარდა იმ namespace-ებისა, გარდა ამ ჩემს მიერ შექმნილ namespace-ებისა, რა თქმა უნდა, C# პროგრამირების ენაში არსებობს უკვე default-ად შექმნილი namespace-ები, სადაც გაწერილი არის ის ფუნქციონალი, ის ძირითადი ფუნქციონალი, რომელიც გვეხმარება ჩვენ იმაში, რომ ჩვენი კოდი დავწეროთ, ხო? მაგალითად, ესეთი ფუნქციონალი არის, ესეთი namespace-ი არის system namespace, რომელიც ძალიან დიდი namespace-ი არის და ძალიან ბევრი რაღაცები არის შიგნით გაწერილი, ძალიან ბევრი კლასებია, იმ კლასებში მეთოდებია, ველებია და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ესეთი ხშირად გამოყენებადი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რასაც ვიყენებთ ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, კლასი არის კონსოლი, ხო? კონსოლის კლასი მოთავსებული არის სწორედ ამ system namespace-ში. შესაბამისად, თუ მე მინდა რომ მივმართო კონსოლის კლასს, შესაბამისად უნდა მივმართო system namespace, იმიტომ რომ ეს კონსოლის კლასი მოთავსებული არის შიგნით. ამიტომ თუ მე ხა ჩემ main-ში მომინდება რომ დავწერო console write-line სიტყვაზე, ხო? უნდა მივმართო system, დავწერო system.console.write-line. ეხლა შემიძლია რომ ჩემს კონსოლში დავბეჭდო რაიმე რიცხვი, მაგალითად 12, ხო? თუ გავუშვებთ ჩვენ პროგრამას და ვნახოთ რომ კონსოლში დაიბეჭდება რიცხვი 12, მაგრამ როგორც წესი ჩვენი ძველი მაგალითებიდან გამომდინარე, ვიცით რომ ჩვენ სისტემს არ ვწერდით ხოლმე და ვწერდით ეგრევე console write-lines. არ ვწერდით იმიტომ ანუ ამ კონსოლის კლასს ჩვენ ცხადი სახით არ მივმართავდით, ანუ არ ვეძახდით, სრულ სახელს არ ვეუბნებოდით. ვეუბნებოდით ეგრევე console write-lines და ის ეგრევე ხდებოდა ავტომატურად, რომ უნდა მიემართა system namespace-ისათვის. როგორ ვაკეთებდით ამას? როგორ ვაკეთებდით და ჩვენ იმისათვის რომ ჩაანწეროთ, რომ გავამარტივოთ, შეგვიძლია აი ამ ჩვენი namespace-ის ზევით დავწეროთ using system. მას შემდეგ რაც დავწერთ using systems, დავინახავთ რომ აი აქ ქვევით main-ში ეს სისტემას, ასე ვთქვათ, აი ეს ჩანაწერი ჩაქრება, რაც გვანიშნებს იმას, რომ შენ არ ახარ ვალდებული, რომ ეს სისტემს ხადი სახით მითხრა. ამიტომ თუ ეხლა მე წავშლი ამ სისტემს, ჩვეულებრივად იმუშავებს ეს console write-line-ი, როგორც მუშაობდა აქამდე. და ჩვენ, ანუ აქამდე ამ საკითხზე არ გვიფიქრე, იმიტომ რომ როცა ვქმნით კონსოლური ტიპის აპლიკაციას, ეს თვითონ Visual Studio ხდებოდა, რომ ნუ ხა რადგან მე ვქმნი კონსოლური ტიპის აპლიკაციას, მე უნდა ვიმუშაო კონსოლში. შესაბამისად, მოდი მე ჩემ დეველოპერს, რომელიც ქმნის კონსოლურ აპლიკაციას, თავიდან მოვამარაგებ იმ საჭირო ინსტრუმენტებით, რომელიც მას დაჭირდება იმისთვის, რომ კონსოლი გამოიყენოს სრულფასოვნად. აქედან გამომდინარე, ეს ჩემი Visual Studio თავისით მიგენერირებდა აი ამ using systems, ხო? რომელიც თუ შევქმნით ახალ პროგრამას, ახალ კონსოლურ პროგრამას, ეს using system namespace თავისით იქნება შიგნით გაწერილი. ისე რომ მე აქამდე ამაზე ფიქრი არც მჭირდებოდა. სწორედ აი ამ using დარეზერვებული სიტყვა using-ის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია რომ გარეთ არსებული namespace-ი, ანუ ჩვენი პროექტის, ჩვენი namespace-ის გარეთ არსებული namespace-ები დავირეფერენსოთ და გამოვიყენოთ. ანუ იმისთვის რომ გამოვიყენოთ სხვა namespace-ები, რომლებიც არსებობს C#-ში, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ აი ჩვენი სიტყვა using-ი და შემდეგ დავწეროთ იმ namespace-ის სახელი, რომლის გამოყენებაც გვინდა. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია აი ამ namespace-ის შიგნით განთავსებულ ფუნქციონალს მივმართოთ, მაგალითად როგორც ამ სისტემის შემთხვევაში ვაკეთებდით და გამოვიყენოთ ის ჩვენი სურვილის მიხედვით. ნუ შეგვიძლია ეს სისტემი საერთოდ არ დაუწეროთ და ყოველ ჯერზე როცა console ტიპის კლასის გამოყენება მომინდება, ყოველ ჯერზე ცხადი სახით უწერო ესე system console write-line, system console read-line და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ დამეთანხმებით რომ ეს ცოტა მოუხერხებელია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ამ სისტემის წერა, ასე ვთქვათ, სისტემის წერას აზრი არ აქვს, შემიძლია ეგრევე using-ებში წინასწარ გავწერო ეს სისტემა და პირდაპირ აი ამ კლასით ვისარგებლო, რომელიც მას შიგნით აქვს განთავსებული. აი ეს using-ი გვეხმარება იმაში, რომ ერთმა namespace-მა, ანუ იმ namespace-მა, სადაც ჩვენ გავართ, მაგალითად sharpen-dev-მა, დაინახოს სხვა namespace-ში არსებული ფუნქციონალი, მაგალითად system namespace-ში არსებული ფუნქციონალი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ გამოვიყენოთ console write-line-ი, console write-ი, console read-line-ი და ასე შემდეგ.
ხო, კიდე შემიძლია რომ აი ერთი namespace-ი შევქნა მეორე namespace-ის შიგნით. მაგალითად, მე თუ ახლა მომინდება რომ აი ამ ჩემი sharpendev-ის namespace-ის შიგნით, რომელსაც აი აქ ვიყენებ, ამის შიგნით შევქნა კიდე ერთი namespace-ი, ეს თავისუფლად შემიძლია გავაკეთო. ამისათვის დავწერთ დარეზერვულ სიტყვა namespace, რომელსაც დავარქვით, მოდი სახელი დავარქვით inside sharpendev, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი აი ამ namespace-ის შიგნით შექმნილი არის, ამიტომ დავარქვი inside sharpendev და შეგვიძლია ამ namespace-ში ჩავწეროთ ჩვენი რაღაცა ფუნქციონალი, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება. მაგალითად, შეგვიძლია ჩავწეროთ რაღაცა კლასი, ხო, რომელიც მე შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამისათვის დავწეროთ კლასი, რომელსაც სახელად ერქმევა inside account ID, ანუ იგივე იყოს, რასაც ახლა გარეთ ვაკეთებდით და ამას მოდი არაფერს აღარ დავუწერ ამ ფუნქციონალს. იმიტომ რომ ახლა ეს უბრალოდ სადემონსტრაციოდ მინდა რომ namespace-ის შიგნით, ერთი namespace-ის შიგნით შეგვიძლია მეორე შევქმნათ. შესაბამისად, მე თუ მომინდება აი ამ კლასის გამოყენება ამ ჩემ main მეთოდში, ჩვეულებრივად შემიძლია ეს კლასი გამოვიყენო, მაგრამ ამისათვის უნდა ჩავრთო შესაბამისი using-ები, ანუ დავწეროთ მივუთითოთ ცხადი სახით რომ using sharpendev წერტილი inside sharpendev, ანუ მთელი გზა უნდა მივუთითო, რომელსაც მივყავართ აი ამ შიდა შექმნილ namespace-ამდე. ანუ ჯერ იმ namespace-ის სახელი მივუთითო, რომელიც გარეთ არის, სადაც ვდგავარ, ანუ სადაც მე შევქმენი, ანუ გარეთ მხარე შედარებით და შემდეგ შიგნით ამ მხარეს, ხო? ანუ inside sharpendev-ის, ანუ ჯერ ეს სახელი უნდა მივუთითო და შემდეგ იმის სახელი, იმ namespace-ის სახელი, რომელიც აი ამ sharpendev-ის შიგნით იქმნება. ნუ შემიძლია ესე using-ებში დავწერო და უპრობლემოდ გამოვიყენო ეს კლასი. შემიძლია ეს using-ებში არც დავწერო და როგორც წეგან ვაკეთებდით, პირდაპირ ესე დავწერო ეს sharpendev, მერე inside sharpendev და მერე ამას შიგნით აღმოაჩნდება კლასი, რომელსაც ქვია inside account ID. შემიძლია შევქმნა ამ კლასის ეგზემპლარი ჩვეულებრივად და აი ესე გამოვიყენო აი ეს ჩემი inside account ID. ხო, კი ბატონო, ესეთ რაღაცების კეთებაც შემიძლია. მოდი ახლა ეს გავასუფთავოთ, ეს შიგნით შექმნილი namespace-ი აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ ეს უბრალოდ გაჩვენეთ. ხო, რა შეგვიძლია ახლა კიდე გავაკეთოთ. შეგვიძლია ავდგეთ და აი ჩვენი using-ის გამოყენებით დავარქვათ ჩვენს namespace-ებს რაღაცა pseudonymი. რაღაც სახელები შევუცვალოთ და დავარქვათ ჩვენთვის ასურული სახელები. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ ამის საჭიროება რეალურად რა ვიცი, რაში უნდა გვჭირდეს. მაგრამ მე უბრალოდ გაჩვენებთ, რომ შეიძლება ამის კეთება, მაგრამ უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ ენაში როცა ვწერთ, უკვე არსებობს ენაში რაღაცა სინტაქსი, რომელიც მეტნაკლებად ცნობილი არის ყველა დეველოპერისთვის, ხო? შესაბამისად, როცა თქვენ მუშაობთ პროექტზე, როგორც წესი, თქვენ არ მუშაობთ მარტო ამ პროექტზე, სხვაებიც მუშაობენ თქვენთან ერთად, ამიტომ თქვენ თუ იქ რაღაცეებს, ისეთ რაღაცეებს, სახელების გადარქმევას დაუწყებთ, რაც ანუ ყველა მიცის, რომ ესე ამას ესე ქვია. და მოდი მე ესე მომწონს და ესე დაუძახებ, ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ მე ის დაბნელობა შემოვა და მოხდება გაუგებრობა. ამიტომ როგორც წესი ამას არ ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ შეიძლება თუ მოგვინდება ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგალითად, აი ამ system console-ის კლასი, ანუ ამ system namespace-ში მოთავსებული არის console კლასი, ხო? ჩვენ ეს ვიცით. და თუ ჩვენ მოგვინდება რომ დავუშვათ აი ამ კონსოლის system კონსოლის კლასს შევუცვალოთ სახელი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ აი ამ using-ში ზევით რაღაც დავწეროთ სიტყვა using-ი, დავწეროთ რაღაცა სიტყვა, ხო, მაგალითად printer. და აი ამ printers მივანჭოთ მნიშვნელობა console system console. აი ესე ჩანაწერი უკვე ნიშნავს, რომ მე ჩემს namespace-ში არსებულ კლასს, ჩემს namespace და მასში არსებულ კლასს consoles გადავარქვი სახელი და მივანჭე ეს სახელი მნიშვნელობა printers. მაგალითად, და შემიძლია უკვე მე აი main მეთოდში console writeline კი აღარ ვწერო, დავწერო printer writeline. შესაბამისად, თუ დავწერო printer writeline-ს და გადავცემ რაღაცა hello worlds და გავუშვებ და ვინახავ, რომ აი ჩვეულებრივად იმუშავებს, ანუ ამის უკან იქნება ჩვეულებრივად კონსოლი,
აი აქ გინდა კონსოლი მწერებოდა და გინდა პრინტერი, ხო? მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ აქ წერებოდა, აქ არის რეალურად ჩვეულებრივად კონსოლი, მაგრამ მას გადავარქვი მე სახელი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე ესე დამჭირდა ან მომინდა და უკვე მე console write lines კი აღარ ვწერ. არამედ წერ printer write line. შემიძლია printer read line-ის დავწერო. და ჩვეულებრივად, ანუ ეს კონსოლის კლასი, რომელიც ჩვენ მილიონჯერ გამოგვიყენებია კონსოლთან სამუშაოდ, შევცვალე და დავარქვი ჩემთვის სასურველი სახელი. ხო, პლუს კიდე სახელების დარქმევაში სრულიად თავისუფალი ვარ. შემიძლია პრინტერი დავარქვა, შემიძლია ჩემი სახელი დავარქვა, შემიძლია ვისი სახელიც მინდა დავარქვა და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ესეთ რაღაცებს რა თქმა უნდა მოვერიდოთ, იმიტომ რომ არ არის რეკომენდებული ამის კეთება. ხო, კიდე ერთი რაც შემიძლია გავაკეთო, ახლა აი შემიძლია რომ ეს კლასის, მაგალითად, აი ამ console კლასის ფუნქციონალი მთლიანად გავაკეთო ამის სტატიკური იმპორტი. რას ნიშნავს ახლა სტატიკური იმპორტი? მაგალითად, შემიძლია დავწერო using static და შემდეგ მივუთითო სრული სახელი იმ ჩემი კლასისა, რომელსაც მინდა რომ მივუძდე. მაგალითად, მინდა მივუძდე consoles, ხო? ისევ. ამისთვის დავწერ აი ამ კონსოლამდე მისასვლელს სრულ გზას, მაგალითად system და console, ხო? აი ეს. და მე ფაქტიურად მივუძდი ყველა იმ სტატიკურ მეთოდს, რომელიც აი ამ console კლასში არის გაწერილი. მაგალითად, ასე ვთქვათ, write lines, read lines და ასე შემდეგ. და მე უკვე შემიძლია ჩემს main მეთოდში გამოვიყენო აი ეს მეთოდები სტატიკურად, ხო? ანუ consoles საერთოდ აღარ მჭირდება კონსოლი რომ დავწერო, ხო? ანუ სიტყვა კონსოლის დაწერა აღარ არის საჭირო. პირდაპირ შემიძლია დავწერო write ან write line. მაგალითად, თუ დავწერო write line, რაღაცა 5-იანს, აი ეს ავტომატურად მიხვდება, რომ მე გულისხმობ console write lines და თუ გავუშვებ ესეთ ჩანაწერს, დავინახავ, რომ პირდაპირ ჩემ კონსოლში გამოიტანება ჩემს მიერ გადაცემული რიცხვი, ამ შემთხვევაში 5-იანი. იგივე შემიძლია გავაკეთო read line-ის შემთხვევაში. ხო, მაგალითად, თუ დავწერ int a უდრის read lines და მე ამ read lines დავპარსავ int-ისთვის, ხო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს strings აიღებს მნიშვნელობას, ამიტომ თუ დავწერ int parse read lines და ამას ჩავსვავ ფრჩხილებში, მივიღებ ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, ჩანაწერს რაღა console read line დამეწერა და რაღა read line, ხო? ანუ ეს ჩემგან აიღებს რაღაცა რიცხვს, ელოდება რაღაცა რიცხვს და ამის შემდეგ შემიძლია დავწერო პირდაპირ write line და დავწერო a, ხო, გამოვიტანო a. ამის თუ გავუშვებ, ახლა ელოდება ჩემგან რაღაცა რიცხვს, დავუშვებ გადავწევ 88-ს და ეს შესაბამისად შემდეგ ეგრევე დამებეჭდავს 88-ს. ისე რომ მე სიტყვა კონსოლის გადაცემა აქ საერთოდ არც დამჭირებია. ესე ამას ვეძახით სტატიკურ იმპორტს. ნუ ჩვენ ასევე სიტყვა სტატიკურზე ცალკე გვექნება საუბარი უკვე ძალიან მალე, ხო, როცა რაღაცა მოდიფიკატორების შესახებ დავიწყებთ საუბარს. დღეს კი მოდი დავასრულოთ ჩვენი ლექცია. ვფიქრობ, საინტერესო ლექცია გამოვივიდა, გავიგეთ რა არის namespace-ები უფრო კარგად და უფრო კარგად გავიგეთ თუ რაში გამოიყენება ეს დარეზერვებული სიტყვა using-ი. როგორც ჩავრთოთ გარე რეფერენსები ისიც გავიგეთ და ნუ იმედია თქვენც მოგეწონათ დღევანდელი ლექცია. თუ მოგეწონათ, უნდა დაალაიქოთ ვიდეო და გაუცილებლად უნდა გამოიწეროთ არხი. მე კი დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.